არგენტინის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ მარ-დელ-პლატას კანიონის ღრმა ზღვის კვლევებს პირდაპირ ტრანსლაციით ადევნონ თვალყური. დისტანციურად მართვადი მანქანის არგენტინელი და ამერიკელი მკვლევრების ჯგუფი სიცოცხლის ფორმებს 4000 მეტრის სიღრმეზე იღებდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ მათი ექსპედიცია ასეთ სენსაციად იქცეოდა. ექსპედიციამ YouTube-ზე დღეში 1.600.000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გასულ კვირას დაწყებულ ტრანსლაციას ზოგიერთ მომენტში ერთდროულად 50,000 მაყურებელიც კი ჰყავდა. პირდაპირ ეთერი 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 4 თუ 5 დღეა პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ღრმა ზღვის ექსპედიციის ტრანსლაციას. მხოლოდ გუშინ არ ყოფილა ჩაყვინთვა, ამიტომ ეს მოსაწყენი დღე იყო და არ ვიცოდით რა გვექნა. ამ სანახაობრივი ექსპედიციის მეშვეობით ზღვის სიღრმეში არსებული მოვლენების დანახვა ნამდვილად საოცარია. არგენტინელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ყოველთვის ვინტერესდებით. ძალიან საამაყოა, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაღალი გარჩევადობის კამერებით დანახული არსებების ფართო სპექტრს შორისაა 7 ზღვის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი მულტფილმის კვადრატულ-შარვლიანი სპანჯბობის პერსონაჟ პატრიკს ძალიან ჰგავს. მეცნიერები ამ ექსპედიციით ბუენოს-აირესის სანაპიროსთან მდებარე წყალქვეშა ხეობის რუკას ადგენენ, ნიმუშებს აგროვებენ და უამრავ ახალ სახეობას იკვლევენ. ისეთი ტექნიკით ვიღებთ, რომ მაყურებელს თავი ექსპედიციის უშუალო მონაწილე ჰგონია. გვინდა რომ ჩვენი ცოდნა ყველას გავუზიაროთ. გარდა ამისა არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ჩვენი ზღვის შესახებ. მაყურებლები გვწერენ, ის რასაც ეს მკვლევრები აკეთებენ, საოცარია. როგორ შემიძლია გავაკეთო იგივე? რა უნდა შევისწავლო? ასე რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ის, რასაც ჩვენ აღმოვაჩენთ, წარმოუდგენელია და ასევე უკავშირმაც სრულიად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინებს. პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობას მეცნიერებს შორის, ძირითადად არგენტინის წამყვანი სამეცნიერო დაფინანსებისა და კვლევითი ორგანოს კონიცეტისა და შმიდტის ოკეანის ინსტიტუტის ფონდს შორის, რომელიც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე ერიკ შმიდტის მიერ ოკეანოგრაფიული კვლევების წინსვლის მიზნით დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა.